კვირის მთავარ სიახლეებს გადავავლოთ თვალი 2025 წლის აგვისტოში თბილისში სულ 2823 ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლებია. ამის შესახებ TBC კაპიტალის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში წერია. საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციებში გაყიდული ახალი ბინების წილი ჯამურად 18%-მდე შემცირდა და დედაქალაქში ამ პერიოდში 521 ახალი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელზე 17%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ძველ ბინების მიმოხილვის თანახმად, გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 8%-იან კლებას აჩვენებს და 2302-ს უტოლდება. ამასთან 2025 წლის აგვისტოში 50-დან 75 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მქონე ბინები შენარჩუნდა. გაყიდული ბინების უდიდესი წილის მქონე კატეგორიად გასულ თვესთან შედარებით ამ კატეგორიის წილი გაიზარდა და 45% შეადგინა. 125 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართის მქონე ბინების გაყიდვები კი 4%-ს იკავებდა და ყველაზე პატარა წილის მქონე კატეგორიას წარმოადგენს. მიმდინარე წლის აგვისტოში ყველა იმ 4 კატეგორიის ბინების წილი, რომელთა ფასი კვადრატულზე $1500 არ აღემატება, ჯამურ გაყიდვებში 2025 წლის ივლისთან შედარებით დაახლოებით 1-2% პუნქტით შემცირებულია, ხოლო მაღალი, ანუ $1500-ზე მეტი ღირებულების საფასო სეგმენტის ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში გასულ თვესთან შედარებით 5% პუნქტით გაიზარდა და 30%-ით შეადგინა. TBC კაპიტალის ამავე კვლევის მიხედვით 2025 წლის აგვისტოში თბილისის უბნებს შორის ყველაზე მეტი ბინა ასევე დიდი ღომში გაიყიდა, ხოლო კრწანიში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ყველაზე მაღალი დაბალი ფასის მქონე უბნებს, ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი თბილისის უბნებს შორის კლავაკესა და მთაწმინდაზე დაფიქსირდა, რომელიც კვადრატულ მეტრზე $2000 აღემატებოდა. რაც შეეხება ყველაზე დაბალი ფასის მქონე უბნებს, საშუალო მაჩვენებელი კვადრატულ მეტრზე $1100 გარშემო მერყეობს. დიდუბის რაიონში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება. თბილისის მერიის ინფორმაციით 16000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე 3 ბლოკი განთავსდება, სადაც სხვადასხვა სპორტული და კულტურული სივრცე მოეწყობა. პროექტს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებს და სამუშაოებისთვის თითქმის $46 მილიონ დახარჯავს. პროექტის დეტალებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ შესაბამისი ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მერიის ინფორმაციითვე შენობაში ასევე განთავსდება საკონფერენციო სივრცე, სასწავლო აუდიტორიები, სასტუმრო ნომრები, სპორტული მაღაზია, ფარიკაობის დარბაზი, მხატვრული ტანვარჯიშისა და ცეკვის დარბაზი. თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, თბილისის მერიას სამშენებლო პროექტების ფარგლებში დღეისთვის 2500-ზე მეტი სამშენებლო პროექტი აქვს შეთანხმებული, რომლის მიხედვითაც 4 წლის განმავლობაში 60000-ზე მეტი ნარგავი დაირღვება. ამის შესახებ მან დედაქალაქის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში გასატარებელი ღონისძიებების პრეზენტაციისას აღნიშნა. მერის მოადგილემ ისაუბრა დედაქალაქში შეთანხმებული მშენებლობების რეკრეაციული სივრცეებით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. მისი თქმით, გამწვანებული სივრცეების ზრდასთან ერთად გაძლიერდება ეკოსერვის ჯგუფის რესურსები და აღჭურვილობა. გარდა ამისა, მან გარემოს დაცვის კუთხით რაიონული გამგეობის მიერ დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მსხვილი პროექტების მიღმა არის ასეულობით პროექტი, რომელსაც თითოეული გამგეობა ახორციელებს და ეს მიმართულება პროექტირების სახით კვლავაც გაგრძელდება. შესაბამისად, მომდევნო წლებში დაგეგმილია მინიმუმ 20 ჰექტარზე სკვერებისა და პარკების მოწყობა. საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა 2024 წლიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გათვალისწინებით დაიწყო, რომელიც ეტაპობრივად 2025-ში წაისახა. ალექსანდრე ძნელაძე ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ბაზარზე კვლავ კლების ტენდენცია დაიწყება, თუმცა გააქტიურებული ლარიზაციის ფონზე მისი მყისიერი ასახვა ნაკლებს ავარაუდოა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივლისის განმავლობაში გაცემული იპოთეკურის საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 13%-ს აჭარბებდა, რაც წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,28% პუნქტით მეტი იყო. კრედიტების გაძვირების ფონზე მცირდება ახლად გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობაც, კერძოდ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქართულმა ბანკებმა სულ 28579 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,9%-ით ნაკლებია, თუმცა იმის გამო, რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 3,9%-ით მეტია.
მსოფლიოში აღიარებული სასტუმროების მმართველი კომპანია როტანა, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანასა და 46-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს, ახლა უკვე ბათუმში შემოვიდა და პონტუსთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ზღვისპირა გონიოში საერთაშორისო სასტუმროს პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ BMG TV-ს გადაცემაში ბიზნეს კვირეული როტანას წარმომადგენლებმა ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ როტუს როტანა რეზორტ ენ სპა გონიო საქართველოში პირველი სრულიად მართული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. სასტუმროს მშენებლობა 2023 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი გახსნა 2027 წელს არის დაგეგმილი. გონიოს სასტუმროში 546 ნომერი განთავსდება. პონტუს როტანა რეზორტ ენ სპა გონიო მომავალში მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურას გაერთიანებს, ღია და დახურული საცურაო აუზების სახით, რამდენიმე რესტორანი და ბარი იქნება, ასევე საკონფერენციო ოთახები, მოსასვენებელი სივრცეები, პანორამული ტერასა, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი, ასევე კაზინო და კერძო სანაპირო. როტანას კორპორატიული განვითარების დირექტორი ფარჰან შუბაილათი ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილება ტურიზმის მზარდი მაჩვენებლების გათვალისწინებით მიიღეს. ინფორმაციისთვის როტანა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული ბრენდია და როგორც უკვე მოგახსენეთ 46 ქალაქში ოპერირებს, მათ შორის არის ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, აღმოსავლეთ ევროპა, თურქეთი და სხვა. ქუთაისის ისტორიულ უბანში ახალი ბუტიკური ტიპის სასტუმრო Seven Doors იწყებს ფუნქციონირებას, როგორც სასტუმროს დამფუძნებელმა ქრისტინე მესხაძემ BMG TV-ს გადაცემაში გალების ნარატივი განაცხადა. სასტუმრო ოფიციალურად სტუმრებს მიმდინარე კვირიდან მიიღებს. მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე Seven Doors 7 ინდივიდუალურ აპარტამენტს გახსნის, სივრცე გათვლილია როგორც ინდივიდუალურ ვიზიტორებზე, ისე ჯგუფურ ტურებზე. მესხაძის თქმით, სასტუმროს მიზანია ქუთაისის ავთენტურ გარემოსთან ერთად სტუმრებს თანამედროვე კომფორტით შესთავაზოს. გათავსების ღირებულება დაახლოებით 200 ლარიდან დაიწყება, რაც შეეხება დახარჯულ ინვესტიციას. სასტუმროს პროექტირების საინვესტიციო ღირებულება 215,000 ევროს შეადგენდა. დეველოპერული კომპანია არქი დედაქალაქის ცენტრში დინამო სტადიონთან ახლოს საქართველოში ყველაზე მასშტაბურ პროექტს იწყებს. Grand Avenue არქისგან საცხოვრებელი უბანია, რომელიც 20 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა და სრულად იქნება მორგებული მომავალი მობინადრეების საჭიროებებზე. პროექტის შესახებ დეტალურად BMG-სთან არქის დამფუძნებელმა ილია წულაიამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, Grand Avenue-ს პროექტს უნიკალურს როგორც მისი მასშტაბები, ასევე დაგეგმარება და რეკრეაციული ზონები ხდის. არქის დამფუძნებელი BMG-ს ეთერში აღნიშნა, რომ პროექტში გათვალისწინებულია ყველა იმ ინფრასტრუქტურული მშენებლობა, რაც უბნის მობინადრეს შეიძლება დასჭირდეს. საუბარია როგორც გამაჯანსაღებელ და რეკრეაციულ ზონებზე, ასევე სამუშაო სივრცეებზე და სპორტულ კომპლექსებზე. Grand Avenue-ს ოფიციალური პრეზენტაცია 20 სექტემბერს ცოტნე დადიანის 32-ში გაიმართება. ამავე დღეს არქი მრავალწლიან ტრადიციას გაჰყვება და მომავალ მობინადრეებს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსაც შესთავაზებს. ეს არის უნიკალური პროექტი, ისეთი პროექტი, რომელიც არქის ჯერ არ გაუკეთებია და არც არავის არ გაუკეთებია საქართველოში. პროექტში იქნება ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანს იქ მაცხოვრებას დაჭირდეს 75% დაუთმოთ გამწვანებას და რეკრეაციას. საოჯო სივრცეები, კაფე, რესტორნები, საბავშვო ბაღი, სკოლა, ოფისი და ეს იქნება ისე ტიპის ოფისი, როგორიცაა საზღვარგარეთ გადაკეთებულ ქარხნებში, სტარტაპერებისთვის, IT დეველოპერებისთვის, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. ყველა საჭირო სპორტული კომპლექსი შენდება ყველაზე დიდი ქალაქში. ჩანს კიდევაც პადელის ცენტრი, სადაც 9 პადელის კორტი გაკეთება. შიდა აუზით, სავარჯიშო, ისე დახურული აუზით, სპა ცენტრი. მთელ ტერიტორიაზე იქნება ისეთი ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურა, რომ ფაქტიურად ადამიანს გასვლა უბნიდან არ დაჭირდება.